თეთრი სახლის კარიკი სადღესასწაულოდ ყველა მსურველისთვის ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეიძლება პირველი პირის ოჯახის საშობაო დეკორაციები თავად ნახოს. თეთრი სახლის დეკორაციების უმეტესობა ხის, გაზეთის და ჟურნალების ფურცლებისგან არის დამზადებული. დეკემბრის ბოლომდე პრეზიდენტის სასახლეში 100,000-ზე მეტ სტუმარს ელიან. 1 დეკემბერს თეთრი სახლის კარი საჯაროდ გაიღო და შეერთებული შტატების პირველი პირის ოჯახის საშობაო დეკორაციების საზოგადოება მიხილა. 25 ნოემბრიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვაშინგტონში ჩამოსული მოხალისეები სადღესასწაულო დეკორაციებზე ზრუნავენ. ბარაკ ობამას ძაღლი ბო თეთრი სახლის ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრია. პრეზიდენტი ობამა ხშირად აცხადებს, რომ ბო შტატების ლიდერის ოჯახში ყველაზე პოპულარულია. ძაღლი, რომელიც ნუშისგანაა დამზადებული, მიშელ ობამას ხილისა და ბოსტნეულის ბაღის გვერდით, თაფლაკვერების მაგიდაზეა მოთავსებული. თაფლაკვერებისგან დამზადებული თეთრი სახლის სიგანეში 105 სანტიმეტრია და 180 კილოგრამს იწონის. შობის სეზონთან დაკავშირებით თეთრი სახლის სტუმრებს ამ დეკორაციების დათვალიერება შეეძლებათ. პირველი, რაც მნახველებს იზიდავს, 2 წლის პორტუგალიური წყლის ძაღლია, რომელიც ცოცხალ ძაღლზე უფრო დიდი ზომისაა. შტატების პირველმა ლედიმ საშობაო ოთახში უბრალო საჩუქრებით განათავსა იმის აღსანიშნავად, რომ სადღესასწაულო განწყობილების შექმნა არაძვირფას ნივთებსაც შეუძლია. თეთრი სახლის დეკორაციების უმეტესობა ხის, გაზეთებისა და ჟურნალების ფურცლებისგანაა დამზადებული. დეკემბრის ბოლომდე პრეზიდენტის სასახლეში 100,000-ზე მეტ სტუმარს ელიან.